მოაზროვნეობაზე ხო გვაქვს პრეტენზია, ჩვენ ხო მოაზროვნე არსებანი ვართ, აზროვნების უნარი გვაქვს. ამიტომ ჩვენი გონება მუდამ ისწრაფოდეს ღვთისკენ, გვწამს რა, ეს წმენა ხო მოგვეცა და შესაბამისად გვწამს რა, უნდა ვისწრაფოდეთ მისკენ, მისი ნების გამოძიებისკენ, მისი შემეცნებისკენ, მუდამ. ჩვენ გვაქვს ძნობები, გულისმიერი ზრახვები. ჩვენ შეგვიძლია გვიყვარდეს, ჩვენ გვსურდეს, გვინდოდეს, გვენატრებოდეს, ან გვძულდეს. ხო? აი ეს ადამიანს აქვს ეს უნარი. ამიტომ შესაბამისად ჩვენი გზნობები უნდა მიმართული იყოს იქითკენ, რომ მუდამ გვსურდეს ღმერთი, ამას ჭირდება თანამშრომლობა ღმერთთან. აი ერთია რასაც ღმერთი გვაძლევს და ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ. ჩვენი უნარებით ვითანამშრომლოთ ღმერთთან. გონება გამოვიყენოთ იმისკენ, რომ ვაიძულოთ საკუთარი გონება მუდამ ღმერთისკენ იმზირებოდეს. ვაიძულოთ ჩვენი გული, რომ მუდამ ღმერთი უნდოდეს, უყვარდეს, ეს საქმეში გამოვლინდეს და გვაქვს ნებელობა. ვაიძულოთ ჩვენი ნებელობა, რომ თანხwebdriverში მოვიდეს ღვთის ნებასთან. ამ ყველაფრის ზემოთ დგას ჩვენი პიროვნება, რომელსაც ეს ყველაფერი ეკუთვნის. და ჩვენ გვაქვს გაკეთებული არჩევანი, რომ ვიყოთ ქრისტიანები, შესაბამისად მუდმივად უნდა ვაიძულებდეთ საკუთარ თავს. სასופველიც ისა იძულების. ანუ ის წმენა, რომელიც მოგვეცა არის საწყისი იმპულსი და მე უკვე ამ წმენის შესაბამისად მოქმედებთ. საკუთარ თავზე იძულებას ვახდენ და ჩვენი ადამიანურ უმთავრეს უნარებს, გონებას, გზნობას და ნებელობას წარმართავთ არა ისე, როგორც მათ უნდათ, ან ქაოტურად მიშვებული კი არ გვაქვს, არამედ ჩვენი არჩევანის შესაბამისად ვაიძულებთ მათ იმოქმედონ. ანუ გამოვიყენოთ ისე, როგორც ჩვენ რწმენა გვკარნახობს და რა არჩევანიც გავაკეთეთ. ამით ჩვენ ხვდებით თავისუფლები. თავისუფლები პირველ რიგში საკუთარი ბუნებიდან. მით უმეტეს ჩვენი ბუნება რომ დაცემულია, თავისუფლები ხვდებით. ჩვენ აღარა ვართ დამონებული საკუთარ დაცემულ ბუნებას. და პირდაპირ ღმერთს ვემორჩილებით. აი ასეთ მდგომარეობამდე მიდის ადამიანი და ეს ხო საერთოდ ძალიან უცნაურია და დიდებულიც არის ამავე დროს.